მოგესალმებით ძვირფასო მოქალაქეებო, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თქვენთან ერთად და განვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხს, რომელიც შეეხება გუშინ იერუსალიმში გამართულ სამხრივ შეხვედრას ისრაელი, საბერძნეთი და კვიპროსი. სამივე ქვეყნის ლიდერი იყო ამ შეხვედრაში, მონაწილეობას იღებდა და სამივე ლიდერმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთეს სამხრივი ერთობლივი ფორმატის ჩამოყალიბების თაობაზე. პირველ რიგში მინდა დეტალურად გაგაცნოთ მიმდინარე დღის წესრიგი ამ სამხრივი თანამშრომლობის და გითხრათ, რომ პირველი მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის თანამშრომლობის გაღრმავება უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით. სამივე ქვეყნის მეთაურებმა პრაქტიკულად თანხმობა განაცხადეს სტრატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების თაობაზე, კერძოდ სამხედრო და უსაფრთხოების მიმართულებით, მათ შორის ურთიერთგაცვლის, სადაზვერვო ინფორმაციის, ისევე როგორც აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე ყველა პროცესის და ამის შესახებ ინფორმაციის სრული გაცვლის თაობაზე. ამავდროულად ძალიან მკაფიოდ იყო განცხადებული, რომ მხარეები განიხილავენ უსაფრთხოებას, როგორც მნიშვნელოვან საფუძველს თანამშრომლობისა სხვა მიმართულებებით. კერძოდ, შეთანხმების ნაწილი არის ასევე ენერგეტიკული თანამშრომლობა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში და საბერძნეთი უნდა გახდეს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ჰაბი ამ მხრივ. კერძოდ, საუბარია ისრაელიდან კვიპროსის გავლით საბერძნეთთან გასადენის მშენებლობაზე. თქვენ იცით, რომ ისრაელის ტერიტორიაზე, მათ შორის ზღვაში, ზღვის ქვეშ აღმოჩენილია მნიშვნელოვანი მარაგის ბუნებრივი აირი, რომლის მოპოვება და ექსპორტი არის ისრაელის პრიორიტეტებში და ამ მიმართულებით ისრაელი განიხილავს საბერძნეთთან და კვიპროსთან მნიშვნელოვან თანამშრომლობას. გარდა ამისა, იგივე მიმართულებით იგეგმება ენერგეტიკული კაბელის, ანუ დენის გადამცემი მნიშვნელოვანი მაგისტრალური კაბელის მშენებლობა, ჩამოყალიბება ისრაელიდან კვიპროსის გავლით, ასევე საბერძნეთში და ამ მიმართულებით თანამშრომლობის უზრუნველყოფა, მათ შორის ამ ინფრასტრუქტურული ლოგისტიკური კავშირების მიმართულებით უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ წარმოადგენს ამ სამხრივი ფორმატის მნიშვნელოვან ნაწილს. გარდა ამისა, ამ სამივე ქვეყნის მეთაურმა განაცხადეს, რომ ეს მრავალმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა მიმართულია კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ. კერძოდ, ეს პრაქტიკულად ნიშნავს და ექსპერტულმა წრეებმა უკვე ებრაულმა განსაკუთრებით ეს შეთანხმება აღნიშნეს, რომ არის გარკვეული მინი ნატო ან ერდოღანის წინააღმდეგ კედელი. ზუსტად ამ სიტყვებით მრავალმა ებრაელმა ექსპერტმა შეაფასა ეს პროცესი. ან თურქეთის საწინააღმდეგო სამკუთხედი. ასეთი ტერმინიც გამოიყენეს. რა კონტექსტში ვსაუბრობთ ჩვენ თურქეთის წინააღმდეგ ასეთი ფორმატის ჩამოყალიბებაზე? კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა უკვე შეხვედრის შედეგად, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ ღიად და მკაფიოდ განაცხადა, რომ რეგიონში არსებობს სურვილი არ დაასახელა რომელი ქვეყნის მხრიდან, მაგრამ ძალიან მკაფიო არის 100%-ით ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ თურქეთზე არის საუბარი, არსებობს სურვილი იმპერიის აღდგენის და გავლენის სფეროს დაბრუნების და ამ მიმართულებით იქნება მნიშვნელოვანი ძალისხმევა ამ სამკუთხედის იმისთვის, რომ უზრუნველყონ უსაფრთხოება და კერძოდ ნეტანიაჰუმ თქვა, ეს მათ ოცნებებში დარჩება, ეს არ მოხდება, ამაზე უნდა შეწყვიტონ ფიქრიც კი. ძალიან მკაფიო გზავნილი იყო, ზუსტად ამ პერიოდში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან გაბრაზებული არის თურქეთი ასეთი სამხრივი თანამშრომლობით,
და ჩვენ ამის მრავალ ესე იგი ინდიკატორს ვხედავთ, კერძოდ მრავალჯერ ბოლო კვირაების განმავლობაში მოხდა ასე ვთქვათ, დაძაბვა ურთიერთობების თურქეთსა და საბერძნეთს შორის, რამდენიმეჯერ თურქულმა ავიაციამ დაარღვია საბერძნეთის საჰაერო სივრცე, რომლის შედეგადაც ბერძნულმა ავიაციამ ასევე ავიაცია იქნა ჰაერში აყვანილი იმისთვის, რომ გარკვეული დემონსტრაცია მომხდარიყო ძალის და ნოტები გაცვალეს ორივე ქვეყანამ პროტესტის. ამავდროულად მნიშვნელოვანი არის, რომ სექტემბრის დასაწყისიდან ჩრდილოეთ კვიპროსში, იცით რომ იქ გამოცხადებულია ცალმხრივად ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, ეს ტერიტორია ითვლება ჩრდილოეთ კვიპროსის, რომ არის ოკუპირებული თურქეთის მიერ, მხოლოდ თურქეთი აღიარებს ჩრდილოეთ კვიპროსის ამ ტერიტორიას როგორც ცალკე რესპუბლიკას, საერთაშორისოდ აღიარებულია კვიპროსის რესპუბლიკის ნაწილად. ხოლო კვიპროსის რესპუბლიკა არის ევროკავშირის წევრი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, საბერძნეთი არის ევროკავშირის და ნატოს წევრი და ამ ხრივ პრაქტიკულად ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ნატოსთან ისრაელის ასეთი დაახლოების ფორმატიც არის პრაქტიკულად, ამიტომ მინი ნატო საკმაოდ საინტერესო განაცხადია, რადგანაც სამხრივი ეს თანამშრომლობა მიზნად ისახავს მათ შორის სამხედრო შეიარაღებული ძალების აქტიურ ინტეგრაციას. და ჩვენ ამაზე თქვენთან ერთად დეტალურად ვისაუბრებთ. ეს არის საკმაოდ იშვიათი შემთხვევა, როდესაც ისრაელი ღიად რომელიმე ქვეყანასთან ესეთი სამხედრო მოკავშირეობის ფორმატში შედის. ეს არ არის უბრალოდ იარაღის მიწოდების თემა, არამედ ეს არის სწორედ კოლექტიური თავდაცვის ჩამოყალიბების მცდელობა რეგიონში. რით განიპირობება ის, რომ ისრაელი ასე დაინტერესებული არის კვიპროსით და საბერძნეთით. პირველი უნდა ითქვას, რომ კვიპროსი ასრულებდა საკვანძო ლოგისტიკურ როლს რეგიონში, როდესაც ბოლო პერიოდში, თქვენ იცით, ივნისში ამ წლის იყო ომი ისრაელსა და ირანს შორის და ამ მიმართულებით, როცა ირანი ბალისტიკურ რაკეტებს იყენებდა ჭურვებს, ესე იგი, ისრაელის წინააღმდეგ, მათ შორის ისრაელის აეროდრომების წინააღმდეგ, ისრაელის ავიაციის მნიშვნელოვანი ნაწილი, სამოქალაქო პირველ რიგში ავიაცია მთლიანად იყო გადაყვანილი კვიპროსზე. და კვიპროსი იყო სარეზერვო ასეთი ადგილი თავისი ბაზებით, თავისი ტექნოლოგიური და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებით პრაქტიკულად ისრაელისთვის. შესაბამისად, ისრაელისთვის ლოგისტიკურად ყველაზე ახლო არის კვიპროსი, ყველაზე ხელსაყრელი ამ ხრივ, რადგანაც თუ ნახავთ სამეზობლოს, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტესთან და იორდანიასთან ისრაელს გააჩნია ნორმალური ურთიერთობები, კერძოდ დიპლომატიური ურთიერთობები არის ჩამოყალიბებული და პრინციპში იორდანია ეხმარებოდა კიდევაც ამ განსაკუთრებით დრონების ჩამოგდებაში, როცა ირანიდან ეს დრონული თავდასხმები მიმდინარეობდა, მათ შორის ივნისში. უნდა ითქვას, რომ მათი პოზიციები მაინც იმდენად მყარი არ არის, რომ იქ შეძლოს გადატანა ავიაციის, განსაკუთრებით, რომ ეს აღმოსავლეთში არის, ანუ უფრო ახლოს ირანთან. რა თქმა უნდა, სირიის მიმართულებით გაცილებით უფრო რთულად არის ვითარება, რადგან სირიაში ხელისუფლებაში იმყოფება ბევრი ექსპერტის შეფასებით თურქეთის სადმი არამხოლოდ ლოიალური, არამედ პრაქტიკულად თურქეთის გავლენის ქვეშ მყოფი ხელისუფლება აჰმედ ალ-შარაასი ალ-ჯულანის, რომელიც ბაშარ ალ-ასადის ირანული, პროირანული და პრორუსული ხელისუფლების ესე იგი დამხობის შედეგად ჩამოყალიბდა სამხედრო დამხობის კონკრეტულად ალ-ჯულანის იდლიბის დეესკალაციის ზონიდან სირიაში სადაც თურქეთის მხარდაჭერით ისინი იმყოფებოდნენ, შეძლეს პრაქტიკულად რამდენიმე კვირაში მთელი ქვეყნის ტერიტორიის დაკავება. ასე რომ იქ ჩრდილოეთ მიმართულებით ისრაელისთვის ვითარება რჩება საკმაოდ რთული, განსაკუთრებით, როგორც ვთქვი უკვე სირიის მიმართულებით, სადაც ახალ ხელისუფლებასთან გაურკვეველია, როგორი ტიპის ურთიერთობები შეიძლება ჩამოყალიბდეს, ამის მიზნით ჰოლანდიის მაღლობლების მიმართულებით ცოტა წინსვლაც კი აქვს უზრუნველყოფილი ისრაელს და უფრო მეტი პოზიცია აქვს დაკავებული ისედაც აი ამ ძალიან სადაო რეგიონში, რასაც ქვია ჰოლანდიის მაღლობლები, ვითარება რჩება რთული ასევე ლიბანის მიმართულებით, რადგანაც ჰეზბოლაჰი ტერორისტული ორგანიზაცია იქ საკმაოდ აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას ირანთან, მიუხედავად იმისა, თუ რა ღონისძიებები გაამართა ისრაელმა, განსაკუთრებით ისრაელის დაზვერვამ მოსადმა
ჰეზბოლაჰის წინააღმდეგ. შესაბამისად, კვიპროსი ლოგისტიკურად ყველაზე ახლო ბუნებრივი მოკავშირე არის და დასავლეთთან კომუნიკაციის მხრივ ყველაზე ახლო პლაცდარმი. გარდა ამისა, კვიპროსის ტერიტორიაზე იყო სწორედ კონცენტრაცია ძალების, როდესაც დასავლეთს ჭირდებოდა მათ შორის მხარდაჭერა ისრაელის აი ამ ივნისში ომის დროს. მათ შორის ბრიტანული, ფრანგული, ამერიკული სამხედრო, ასე ვთქვათ, თვითმფრინავებისთვის, გამანადგურებლებისთვის და ასე შემდეგ, ბომბდამშენებისთვის კვიპროსი განიხილებოდა და ახორციელებდა ასეთ ფუნქციას, ასე იგი სტრატეგიული საკვანძო ლოგისტიკური ჰაბის და ამ როლის ათვისება კიდევ უფრო უნდა ისრაელს აი ამ თანამშრომლობის პარკლებში. ზოგადად უნდა ითქვას, რომ კვიპროსი საწმაოდ მოწყვლადი არის იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც რეგიონში არის ჩამოყალიბებული. კერძოდ, სექტემბერში, როგორც გითხარით, თურქეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა საკუთარი შეიარაღებული ძალები კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში, აი ამ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ოკუპირებულ ნაწილში და უკვე 40,000-მდე არის დაახლოებით შეიარაღებული ძალების რაოდენობა. იქ იყო სამჯერ ნაკლები, ანუ სამჯერ გაზარდა შეიარაღებული ძალების რაოდენობა. ებრაული და ბერძნული და კვიპროსი იცით, რომ ასევე ბერძნების მიერ არის დასახლებული, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ და უნდოდათ საბერძნეთთან შეერთება, თუმცა პოლიტიკური მიზეზების გამო ეს არ მოხდა. კვიპროსიც არის ბერძნული ცივილიზაციის ნაწილი, ბუნებრივი. უნდა ითქვას, რომ რეალურად საუბარია ბერძენი და ისრაელელი ებრაელი ექსპერტების მიერ, რომ 3 დღეში შეუძლია თურქეთს მთლიანად კვიპროსის დაკავება. გარდა ამისა, ურთიერთობები თურქეთსა და საბერძნეთს შორის ასევე ძალიან რთული რჩება. განსაკუთრებით იმ ფონზე, თუ რა ტიპის შეიარაღება ხდება საბერძნეთის და რომ თურქეთის შეფასებით საბერძნეთი არღვევს ლოზანის შეთანხმებას 1923 წლის, რომლის მიხედვითაც არ უნდა იყოს აი ამ ესე იგი თურქეთის ტერიტორიასთან ახლოს მყოფი ტერიტორიების კუნძულების კერძოდ მათი მილიტარიზაცია, ანუ იქ შეიარაღებული ძალების განლაგება. თუმცა საბერძნეთი ამას ასაბუთებს იმით, რომ საკმაოდ რთული ვითარება არის შექმნილი, თურქეთი საფრთხეს წარმოადგენს მათთვის და შესაბამისად ამიტომ ხდება თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდა ამ მიმართულებით. განსაკუთრებით საუბარია იმაზე, ეს ოფიციალურად თქვეს, რომ ასეთი საუბრები არ არის, თუმცა ებრაული ანალიტიკური სივრცე განიხილავს, რომ ეს ოფიციალური განცხადება დიდი ალბათობით უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება და შეცდომაში შეყვანის მიზანი აქვს თურქული მხარის, რომ განიხილებას ერთობლივი შეიარაღებული ძალების სწრაფი რეაგირების ძალების ჩამოყალიბების საკითხი. კერძოდ 1000 ესე იგი ჯარისკაცი ისრაელიდან, 1000 ჯარისკაცი საბერძნეთიდან და რამდენიმე ასობით ასეული ჯარისკაცი კვიპროსიდან, ვისაც უნდა კონდეს შეულფრენები და გარკვეული ნავები იმისთვის, რომ შეძლონ სწრაფი რეაგირების მოხდენა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ასეთი საჭიროების შემთხვევაში. ზოგადად საუბარი პირდაპირ ეხება არათუ ერთობლივ რაღაც იდეოლოგიას, არამედ სწორედ ერთობლივ საფრთხეს, რომელიც თურქეთის მზარდი რეგიონალური როლიდან გამომდინარეობს და პრინციპში ისრაელს და საბერძნეთს ჰქონდა საკმაოდ რთული ურთიერთობები 2010 წლამდე. მეტწილად ეს გამომდინარეობდა ისრაელის და თურქეთის ძალიან ახლო ურთიერთობებით, სანამ მავა მარმარას ცნობილი შემთხვევა მოხდებოდა, როცა ღაზაში ესე იგი ნავი, გემი, რომელიც მიდიოდა ღაზისკენ, ანუ პალესტინელების მიერ დასახლებული ამ რეგიონისკენ, აღმოაჩინეს იქ იარაღი და ეს იყო თურქული გემი და შესაბამისად ისრაელურმა მხარემ განიხილა, რომ თურქეთი ცდილობს ჰამასის გაზაში კონტროლს ვინც ამყარებს, ახორციელებს ტერორისტული ორგანიზაცია მათ შეიარაღებას. ზოგადად ჰამასი იდეოლოგიურად არის თურქეთის მხარდაჭერის ქვეშ, ისე როგორც კატარის ეს ცალკე თემაა, მაგრამ კონტექსტი გასაგებია. 2010 წლის მერე იძაბება ურთიერთობები თურქეთსა და ისრაელს შორის ამ მიზეზით და მაგის შემდეგ
ისრაელის და საბერძნეთის ურთიერთობები იწყებს გაუმჯობესებას და ამიტომ დაიწყეს ასეთი დაახლოვება. კვიპროსი ამ მხრივ, რადგანაც ბოლომდე არ ენდობა ევროკავშირის მხარდაჭერის შესაძლებლობას ასეთი რეალური სამხედრო საფრთხის პირობებში, განიხილავს ისრაელს და საბერძნეთს როგორც რეალურ უსაფრთხოების გარანტიას. ამ მიზეზით საუბარია იმაზე, აი ამ შეთანხმების ფარგლებში, ძვირფას მოქალაქეებო, რომ მოხდება ისრაელის მიერ იარაღის მიწოდების მასშტაბური პროგრამა საბერძნეთის და კვიპროსთვის. განსაკუთრებით საუბარია ანტისატანკო შეიარაღებაზე, ასეთ ჭურვებზე Spike, რომელსაც ისრაელი აწარმოებს. გარდა ამისა, ბარაკი, ესე იგი, საჰაერო თავდაცვის სისტემები ბარაკი, სპაიდერი და დავითის სახელობის ძალიან სერიოზული ლაზერული ანტისაერო თავდაცვის სისტემა. ამის გაყიდვა მოხდება აი ამ ქვეყნებისთვის მიწოდება, რომლის მიზანია მალევე ჩაანაცვლოს ამ მომენტისთვის ბერძნული შეიარაღებული ძალების ფარგლებში არსებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები, როგორიც არის S-300, ტორი და ოსა. ასევე საუბარია თავდასხმითი შეიარაღების ძალები, შეიარაღებული ტექნოლოგიების მიწოდებაზე, როგორიც არის, ესე იგი, артиლერია პულსი ისრაელული წარმოშობის, ასევე ბალისტიკური რაკეტები ლორა 430 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლიათ მოქმედება და ეს თურქეთისთვის, რა თქმა უნდა, სერიოზულ საფრთხეს უქმნის, რადგანაც მანძილი ხელს უწყობს ასეთი თავდასხმითი ღონისძიებებისთვის. ზოგადად ისრაელის ტერიტორია საკმაოდ პატარა არის იმისთვის, რომ სტრატეგიული სიღრმე კონდეს, ამიტომ ისრაელს გარკვეული მასშტაბური წვრთნებისთვის მათ შორის სჭირდება როგორც კვიპროსის, ასევე საბერძნეთის ტერიტორია. განსაკუთრებით საბერძნეთის ტერიტორია საინტერესო არის, იმიტომ რომ უზარმაზარ სივრცეს აძლევს ისრაელს, მათ შორის, ესე იგი, თავისი ფლოტის, საზღვაო ძალების გამოყენების მიმართულებით და წვრთნების ჩატარების მიმართულებით. ზოგადად უნდა ითქვას, რომ ეს უფრო ლოგისტიკური კავშირი გამოდის, მათ შორის საომარი მდგომარეობის დროს, მიწოდების კავშირი ევროკავშირიდან, ესე იგი, განსაკუთრებით იტალიიდან, სადაც მაგალითად ამერიკული ბაზები არის, იტალიიდან, მაგალითად ან ევროპიდან საბერძნეთის მიმართულებით ლოგისტიკური მიწოდებები, შემდეგ კვიპროსი, შემდეგ ისრაელი. ეს ხდებოდა პრინციპში უკვე წარსულშიც, ამიტომ მხარეები ფიქრობენ ასეთი ესე იგი თანამშრომლობა ჩამოაყალიბონ. ჩვენ ზოგადად ვხედავთ რეგიონში ძალიან აქტიურ გარკვეულ სეგმენტაციას, ფრაგმენტაციას და ორი ბანაკის ჩამოყალიბებას. ერთ ბანაკში აშკარად არის ისრაელი, მისი მოკავშირე ინდოეთი, საბერძნეთი, კვიპროსი და გაერთიანებული არაბული საემიროები, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს ისრაელს, მათ შორის დიპლომატიური და ერთ-ერთი არის პრინციპში ყველაზე ახლოს, ვინც არის არაბული სამყაროდან ისრაელთან. მეორე მხრივ აშკარად ხედავთ ასევე ერთ ბლოკს, სადაც თურქეთი, სირია, ჩრდილოეთ კვიპროსის ტერიტორია, კატარი და პაკისტანი აქტიურად ცალკე და ძალიან აქტიურად ასევე თანამშრომლობენ. ამიტომ საუბარია იმაზე, რომ მხარეებს სურს გარკვეული აქტიური ასეთი თანამშრომლობის მექანიზმების ჩამოყალიბება ერთმანეთთან. ზოგადად ისრაელში მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკული რჩება, რადგანაც ერთი მხრივ ღაზას მიმართულებით საომარი მდგომარეობა არ არის ბოლომდე დასრულებული და კონფლიქტი გადაწყვეტილი არ არის, გამოსავალი გაურკვეველია. ლიბანის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებები ხშირად გრძელდება და ბოლო პერიოდში საუბარია იმაზე, რომ თურქეთი სირიაში გავლენების გაზრდის პარალელურად, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ახლა უკვე ცდილობს ლიბანში გაზარდოს საკუთარი გავლენები. ლიბანი ზოგადად შერეული რელიგიური ფაქტორის მქონე ქვეყანა არის, სადაც ისლამური, ესე იგი, სუნიტური, შიიტური და ქრისტიანული ჯგუფები საკმაოდ მრავლად არის და სხვადასხვა პროცენტებით და ამის შედეგად რთული პოლიტიკური მოწყობა აქვს ზოგადად ლიბანს. საინტერესო ის არის, რომ ლიბანი აქამდე მაინც უფრო განიხილებოდა როგორც სირიასთან ერთად ირანის
ესე იგი შიიტური აი ამ ღერძის ნაწილი, რომელიც ჰეზბოლაჰის მიმართულებით განსაკუთრებით აქტიური იყო ისრაელის წინააღმდეგ. თურქეთი ახლა ცდილობს სირიაში სუნიტური კონტროლის დამყარების შემდეგ შარაას მეშვეობით, რომლის შედეგადაც შემცირდა გარკვეულწილად კავშირები ირანსა და ლიბანს შორის, რადგანაც ლოგისტიკურად ზუსტად ხელს უშლის სირია შუაში იმყოფება და ხელს უშლის აი ამ მიწოდებებს სხვადასხვა ტვირთების ირანიდან ერაყის გავლით, შემდეგ სირია და ლიბანი ასე ხდებოდა მიწოდებები. ერაყშიც ასევე შიიტური გავლენები საკმაოდ მნიშვნელოვანი არის. ჩვენ ვხედავთ, რომ ლიბანში გარკვეული ცვლილებები არის მიდგომების და თურქეთი ახლა ცდილობს ჰეზბოლაჰთან, ანუ სუნიტური თურქეთის შიიტურ ტერორისტულ ორგანიზაციასთან გარკვეულ პოლიტიკურ დიალოგს და ასევე სხვა დიალოგსაც შიდა პოლიტიკურ საკითხებში, რა ძალიან საინტერესოა. ებრაული მედია საუბრობს იმაზე, რომ თურქეთისთვის პრიორიტეტულია ახლა საკუთარი გავლენების გავრცელება ასევე ლიბანზე და ისრაელი ამითაც არის ძალიან შეწუხებული და ამიტომ ესე იგი სურვილი აქვს, რომ აქტიურად მოახდინოს გარკვეული ახალი თანამშრომლობის პლატფორმის ფორმატის ჩამოყალიბება, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. ამ ფორმატის ფარგლებში აი სამხრივი შეხვედრა საკმაოდ ვიზუალური იყო. სამივე პრემიერ-მინისტრი ერთად. ეს არ არის პირველი შემთხვევა, მაგრამ აშკარად წინ წასული არის პროცესი. თან იერუსალიმში მოხდა ეს შეხვედრა და ძვირფასო მოქალაქეებო იცით, რომ იერუსალიმის თემა რჩება მაინც ძალიან სენსიტიური. ყველა რეგიონალური მოთამაშისთვის, მათ შორის თურქეთისთვის, რომელსაც არაერთხელ უთქვამს, ყალებში იერუსალიმი ჩვენი ქალაქია, მათ შორის ერდოღანს. ამიტომ იერუსალიმის საკითხი რჩება დღის წესრიგში და რთული პოლიტიკური საკითხი და ამიტომ იქ ესეთი შეხვედრა კიდევ უფრო სერიოზულს ხდის აი ამ გარკვეულ დაძაბულობას მხარეებს შორის, იმიტომ რომ თურქეთიდან ჩვენ უკვე ვხედავთ ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პრობლემატიკას ამ მიმართულებით მნიშვნელოვან გზავნილებს. გარდა ამისა, მიცოტაკისმა, ანუ პრემიერ-მინისტრმა საბერძნეთის შეხვედრები გამართა ასევე პალესტინული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთანაც და წარმომადგენლობასთანაც, ამით ცდილობს საბერძნეთი გარკვეული ბალანსის ჩამოყალიბებას საკუთარ პოზიციონირებაში ისრაელთან მნიშვნელოვანი დაახლოების ფონზე. ამიტომ ბუნებრივია ძვირფასო მოქალაქეებო, რომ ჩვენ კომპლექსურ საკითხს ხედავთ, სადაც ერთი მხრივ მხარეები აშკარად არიან გარკვეული დაძაბულობის რეჟიმში, მაგრამ მეორე მხრივ ცდილობენ ეს დაძაბულობა რომ კიდევ უფრო არ გადაიზარდოს უფრო აქტიურ მოვლენებში. ზოგადად უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში მოხდა პირველი გემის გადაცემა ფრანგების მიერ გაყიდვა კონტრაქტის ფარგლებში საბერძნეთისთვის კიმონ ქვია, ესეთი გემი არის, საკმაოდ ძლიერი თავისი ფუნქციონალით და თურქეთი უკვე აცხადებს, რომ ეს გარკვეულ ბალანსის მხრივ საფრთხეებს ქმნის ეგეის ზღვის მიმართულებით, სადაც ძირითადად არის ეს კუნძულები, რომელიც ყოფს თურქეთსა და საბერძნეთს. ამიტომ ჩვენ კომპლექსურ საკითხებს ვხედავთ, გარდა ამისა უნდა შეგახსენოთ, რომ თურქეთი ჯერ კიდევ ცდილობს მიიღოს F-16-ების და F-16-ების განახლების შესაძლებლობა შეერთებულ შტატებთან და F-35-ების პროგრამაში დაბრუნება ან ჩართვა უნდა თურქეთს, რომ მიიღოს F-35-ები ბოლო თაობის, ესე იგი, ეს თვითმფრინავები ამერიკული სამხედრო, თუმცა რამდენად პერსპექტიულია ეს რთული საკითხია, რადგანაც ჩვენ როგორც ვხედავთ მათ შორის ებრაულ მედიაში, ისრაელი კატეგორიულად ცდილობს შეამციროს ეს ალბათობა. პარალელურად, ნუ იცით, რომ ისრაელს დიდი ხანია გააჩნია F-35-ები თან ისრაელური მოდიფიკაციის სპეციალური კიდევ უფრო გაუმჯობესებული შესაძლებლობებით, თუმცა ჩვენ ასევე უნდა ვთქვათ, რომ საბერძნეთს გააჩნია არა მხოლოდ F-16-ები განახლებული, რაც თურქეთს არ გააჩნია, არამედ ასევე გააჩნია საბერძნეთს F-35-ები, ანუ ბოლო თაობის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები. პრინციპში ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვხედავთ, რომ ამერიკა ძალიან მნიშვნელოვნად ეხმარება საბერძნეთს
კვიპროსზე ზოგადად იმყოფება, რომ იცოდეთ, ორი ბრიტანული სამხედრო ბაზა. ოღონდ არა კვიპროსის ტერიტორიაზე, ანუ კვიპროსის რესპუბლიკის, არამედ კუნძულის ტერიტორიაზე და არის ბრიტანეთის სუვერენული ტერიტორიები. შესაბამისად, ბრიტანეთიც ამ თემაში ძალიან აქტიურად არის ჩართული და აქ ჩვენ ხედავთ გარკვეულ ასეთ დაყოფას ინტერესების. აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა, განსაკუთრებით მიმდინარე ბოლო პერიოდის მოვლენების შემდეგ, რაც დაიწყო 7 ოქტომბრის 2023 წლის აი ამ ცნობილი ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის თავდასხმით ისრაელზე, კიდევ უფრო ყურადღების ცენტრში არის საერთაშორისო მოთამაშეების. ვფიქრობ, ამით შემოვიფარგლები დღევანდელ ანალიზს და მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის. კითხვების შემთხვევაში გთხოვთ შეგიძლიათ დასვათ ეგ კითხვები და ვეცდები გიპასუხოთ. გთხოვთ კომენტარებში შევინარჩუნოთ, ესე იგი, ცენზურა და კონდეს ასეთი ძალიან თავშეკავებული მსჯელობა, იმიტომ რომ ხანდახან კომენტარებში ვხედავ ასეთ უცნაურ შეფასებებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, რომ გამოვიყენოთ კომენტარების შესაძლებლობები დადებითი და საინტერესო დისკუსიისთვის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.